რომელი პროექტი შეირჩევა ფეხბურთის მოედნის მშენებლობისათვის, საბოლოო გადაწყვეტილება დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. კომპანიების მიერ გუშინ დაწყებული პროექტების განხილვა გრძელდება. სპეციალური კომისია დღეს პოლონური, უკრაინული, ესპანური და ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს. კონკურსში მონაწილეობის სურვილი სულ 12-მა სხვადასხვა ქვეყნის კომპანიამ გამოთქვა. კომისია 22 წევრისაგან შედგება, მასში ბათუმის მერია, აჭარისა და საქართველოს სპორტის დეპარტამენტი, ურბანისტები, არქიტექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა წარმოდგენილი. სამუშაოების დაწყების თარიღი მას შემდეგ დაკონკრეტდება, რაც პროექტი საბოლოოდ შეირჩევა. იგი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნებისმიერი რანგის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. დღევანდელი დღე დაეთმობა ბოლო 4 პროექტის განხილვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება პირველ პროექტს, საკმაოდ დეტალურად იყო ინფორმაცია წარმოდგენილი და არა მხოლოდ სტადიონის შესახებ, სხვა მიმართულებების თუ რა სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მან დააკმაყოფილოს როგორც საფეხბურთო მიმართულება, ასევე სხვა ოლიმპიური სპორტის მიმართულებები. ჩვენ როგორც ვფიქრობთ, დღეს უნდა მოვასწროთ უკვე საბოლოო შედეგის დადება და უნდა გამოვაცხადოთ გამარჯვებული კომპანია. თუ ეს დღეს ვერ შევძლებთ, მაქსიმუმ ხვალისთვის. აქ იმიტომ ვართ, რომ გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს მსგავსი ობიექტების დაპროექტებაში, გვაძლევს შესაძლებლობას ისეთი პროექტი განვახორციელოთ ბათუმში, რომელიც ეკონომიკურადაც მიმზიდველი და ამასთან საინტერესო სანახავი იქნება ტურისტებისთვის. იგი შესაძლებლობას მოგცემთ ნებისმიერი დონის ჩემპიონატთან ერთად მასშტაბური საკონცერტო ღონისძიებებიც გამართოთ.